მოთხოვნილ წინააღმდეგ პაკეტი პირველი მოსმენით მიღებული. ნარკოდანაშაულთან ბრძოლის მიზნით გაწერილი საკანონმდებლო პაკეტი პირველი მოსმენით მიღებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ლიბერალური ნარკოპოლიტიკა მალე წარსულს ჩაბარდა. რეფორმის ფარგლებში ნარკორეალიზატორების მიმართ განსაკუთრებული მკაცრი მიდგომები გაიწერა. ნარკოტიკებით ვაჭრობა მკვლელობის დანაშაულს გაუტოლდება. დამატებითი სანქციები დაუწესდებათ მომხმარებლებსაც. განიხილება სავალდებულო მკურნალობის შესაძლებლობაც. მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ სისხლის სამართლის კოდექს დამატებითი სასჯელის სახით და ფორმატ დაემატოს სავალდებულო მკურნალობა იმ ადამიანებისათვის, რომლებიც არიან დავალდებულები, მათ შორის ნარკომანიით, ანუ ნარკოდამოკიდებულები არიან. სავალდებულო მკურნალობა ენიშნება პირს მოსამართლის დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაენიშნება. თუ მას ამავე დროს ჩადენილი აქვს დანაშაული და სისხლის სამართლებრივი სასჯელის სახით დამატებით დაენიშნება. იცვლება ნარკოტესტის ჩაბარების წესიც. კანონის ამოქმედების შემდეგ პირს შესაძლებლობა ექნება ანალიზის პასუხი უწყებაში თავად მიიტანოს. წინააღმდეგ შემთხვევაში დაკისრებული ჯარიმის გარდა მართვის მოწმობაც ჩამოერთმება. კანონმდებლების კითხვები ამ ცვლილების აღსრულების მექანიზმს შეეხებოდა. თუ კი სიმთვრალის შემთხვევაში ადამიანს როდესაც ჩამოერთმება და შემდეგ ხდება მისთვის დაბრუნება მართვის მოწმობის ისე რომ გამოცდას არ აბარებს, იქნებ ეს საკითხი კარგად გავიაროთ და ამ შემთხვევაშიც გამოცდა შეიძლება მართლა არაფერ შუაში იყოს და გამოცდის გარეშე დავუბრუნოთ. თუ ალკოჰოლური სიმთვრალის შემთხვევაში მართვის მოწმობას ხელა ჩამორთმეული აქვს ადამიანს და არ თხოვთ გამოცდას, მაშინ ანალოგიურად ამ შემთხვევაშიც არ უნდა მოვთხოვოთ, უბრალოდ ეს საკითხია, რომელიც მეორე მოსმენის დროს უნდა დაზუსტდეს. პოლიციის წაყოლის შემთხვევაში ტესტის გაკეთება იქნება უფასოდ მოქალაქისთვის და თუ მოქალაქემ უარი უთხრა და გასაგებია რომ 8 საათი იქნება თუ შემდგომ დაზუსტება უკვე მეორე მოსმენაზე სპეციალისტებთან ერთად, ამის ხარჯს გადაეხდის უკვე მოქალაქე. ექსპერტიზის ხარჯები სახელმწიფოს მიერ იქნება გადახდილი, მაგრამ თუ თვითონ გადაწყვეტს, რომ უნდა ჩაიტაროს თავად ექსპერტიზა, ამ ხარჯებს სახელმწიფო არ და ვერ ანაზღაურებს. სიტყვით გამოსვლის დროს მართლ გუნდსა და ხალხის ძალაში ლიბერალური მიდგომით გამოწვეულ პრობლემებზე გაამახვილეს ყურადღება და კანონის გამკაცრებასთან ერთად ჯანსაღი ცხოვრების წახალისების აუცილებლობაზეც ისაუბრეს. ვეწინააღმდეგებოდით ლიბერალურ ნარკოპოლიტიკას თავიდანვე, როცა ეს პროცესი დაიწყო და ეს დაიწყო მერვე მოწვევის პერიოდში. იქნა იმდაგვარი ლიბერალური ნარკოპოლიტიკა მიღებული, რომელიც ძირითადად პოპულარიზაციის, ნარკოტიკების პოპულარიზაციის აქტიური პროცესის ხარჯზე იქნა მიღწეული, რომ ნაციონალური მოძრაობის ხარდაჭერით იქნა ეს კანონპროექტი მიღებული და მათი დახმარებით, რომ არ მათი დახმარება ეს კანონპროექტი ვერ იქნებოდა მიღებული, ამის დამადასტურებელი ძალიან ბევრი საბუთი არსებობს. ძალიან დიდი ფული ჩავდოთ. მაგრამ ეს ცენტრები ყველა იყოს ხელმისაწვდომი და უფასო ახალგაზრდობისათვის. მენტალური ცხოვრების წესი, ფიზიკური აქტიურობა, საცურაო აუზები, სპორტული მოედნები და ეს ყველასთან შეხამება განათლებასთან, მეცნიერებასთან, ინოვაციებთან, ეს გაუხადოთ მათ მოტივაციად, რომ მასში ფული გადასახდელი არ ექნება. განხილვის ბოლოს ანტინარკოტიკული რეფორმა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა შეაჯამა და დასახულ მიზანს ეროვნული საქმე უწოდა. დადება, სიტყვა ყველაზე სახალხო რომ ვილაპარაკოთ და ქუჩაში ვილაპარაკობენ ჟარგონებს. დადებები. და ხო გაგიგიათ ბევრ თქვენგანს რომ ნახევარ თბილის მიწაში იჩიშქნება რა ხდება, ხო რა უბედურება, მართლა უბედურება ხდება. მთელი მსოფლიო ებრძვის ამას. და ვერავინ მოერია, ჯერ და საქართველოს რატო ვერ მოერია, ესე იგი შენ ხარო იმისათავეშიო. აი ამ დონის სპეკულაციას კადრულობენ. ამ საკანონმდებლო ცვლილებით უადვილდება ბრალმდებელს სახელმწიფო შესაბამისად მისი ქმედების დაკვალიფიცირება. საკანონმდებლო პაკეტის განხილვა კომიტეტის ფარგლებში გაგრძელდება. კანონპროექტის კანონად ქცევისთვის კიდევ 2 მოსმენაა საჭირო.